2015 წელს SEO შეიცვალა სამუდამოდ. Ძირითადად ხელოვნური ინტელექტის გამო, რადგან Google-ს მოუწია ადაპტაცია მომხმარებლის ქცევასთან. მომხმარებლის ქცევა გაზარმაცდა, როგორც კალკულატორმა გააზარმაცა ადამიანის ტვინი და მას ურჩევნია, რომ ციფრები აკრიფოს და ისე მიიღოს პასუხი, ასევე გააზარმაცა ChatGPT. მომხმარებელს აღარ უნდა 10 ლურჯ ლინკზე გადასვლა და შემდეგ მათი დათვალიერება, შერჩევა და ასე შემდეგ. ურჩევნია, რომ პირდაპირ პასუხი მიიღოს. მომავალში, ალბათ ჩვენს ტვინს დავუკავშირებთ ხელოვნურ ინტელექტს, პლუს ინტერნეტს და აღარ მოგვიწევს კლავიატურის ან ტაჩსკრინის გამოყენება, თუმცა დღეს ბიზნესებმა არსებულ რეალობასთან უნდა გაიარონ ადაპტაცია, რაც ხშირად უჭირთ. საქართველოში მარკეტინგი წლების წინ იყო რეკლამა ტელევიზიაში. მხოლოდ ეს იყო, ბილბორდები და ბანერებიც. შემდეგ შემოვიდა ინტერნეტი და რეკლამა გახდა მრავალფეროვანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მცირე ბიზნესებისთვისაც, ინდივიდუალური მეწარმეებისთვისაც. ზოგიერთი ბიზნესი ჯერ კიდევ ძველ ეპოქაში ჩარჩა და ასე მოხდება დღესაც. ბიზნესების დიდი ნაწილი არ აქცევს ყურადღებას საზიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციას, SEO-ს, როგორც ქართულად ვეძახით ხოლმე. და ასევე არ მიაქცევს ყურადღებას ენობრივი მოდელებისთვის ოპტიმიზაციას. დასაწყისში შეიძლება არც იცოდნენ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ამ ვიდეოთიც იმას ვაკეთებ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს ამის შესახებ, ასე რომ გამოიწერე არხი და დალაიქე ვიდეო. ოკეი, მოდი გადავხვიოთ 5 წლის შემდეგ. ბავშვები, რომლებიც დღეს უყურებენ TikTok-ს და ელაპარაკებიან ChatGPT-ს, გახდებიან მყიდველუნარიანები, ნელ-ნელა. და რას იზავენ თქვენი აზრით, როგორ მოიძიებენ პროდუქტებს და ვის კითხავენ რა იყიდონ. დიახ, ხელოვნური ინტელექტს. ზოგადად საქართველოში მინიმუმ 2 წლით ვაგვიანებთ. სოფლიოში უახლესი რაც ხდება საძიებო სისტემების ბაზარზე ჩვენთან მოც 2 წელიწადში. ზოგჯერ საერთოდ არ მოდის. თუმცა შეგვიძლია რომ გავითვალისწინოთ წინასწარ და დროში მოვიგოთ და კონკურენციაშიც. სულ რომ SEO-ში არ გამოგადგეთ, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ბიზნესში უეჭველი გამოგადგებათ. თუ საიტი გაქვთ რა თქმა უნდა. ოკეი, დავიწყოთ უკვე პრაქტიკული რჩევებით. პირველი, 2025 წელს AI მიმოხილვების AI overviews გამო ტრაფიკი შემცირდა 40%. ზოგ შემთხვევაში ტრაფიკი 50%-ად შემცირდა. ანუ თუ 100,000 კაცი შემოდიოდა Google-დან თქვენ საიტზე, დღეს შეიძლება შემოდიოდეს 60,000 კაცი, რაც ძალიან დიდი სხვაობაა. თუმცა მომხმარებლები, ვისაც ყიდვა უნდათ, სხვა გზა არ აქვთ, მაინც თქვენთან უნდა გადმოვიდნენ, ასე რომ შესაძლოა ეს გაყიდვებზე საერთოდ არ აისახოს. ოკეი, და ჩვენ რა ვქნათ? პასუხი მარტივია. აქცენტი უნდა გააკეთოთ ტრანზაქციულ და კომერციულ კიუორდებზე. ტრანზაქციული კიუორდები არის, როდესაც მომხმარებელს უნდა პირდაპირ ყიდვა, პირდაპირ მოქმედებაზე გადასვლა, ხოლო კომერციული არის, როდესაც მომხმარებელი არის შერჩევის პროცესში. ანუ მთელი თქვენი SEO სტრატეგია უნდა ააგოთ მომხმარებლის განზრახვაზე. რადგან ტრაფიკი მცირდება ინფორმაციული ძებნების მიმართულებით, ხოლო ტრანზაქციული და კომერციული კიუორდები პირიქით უფრო მედგირებულებას იწენს. თუ გინდათ რომ თქვენი SEO სტრატეგია საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს საუკეთესოდ მააგონ და შემდეგ მათვე განახორციელონ, მოგუმართეთ 10x SEO-ში, ან ჩანიშნეთ ზარი, ან დაგვერეკეთ. ანუ თქვენ უნდა იფიქროთ მომხმარებლის განზრახვიდან გამომდინარე. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კიუორდები და უნდა მისცეთ მომხმარებელს ზუსტად ის, რაც სჭირდება. მაგალითად, თუ მომხმარებელი ეძებს სიბრძნის კბილის ამოღებას, რა შეიძლება აინტერესებდეს მას? მაგ გასახედიდან უნდა დავფიქრდეთ. აინტერესებს ლოკაცია, ფასი, რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა, ეტკინება თუ არა სამუშაო საათები, დაჯავშნის მეთოდი და აქ მივდივართ მეორე პუნქტამდე. კონტენტის ოპტიმიზაცია. თუ გინდა რომ AI overview-ში, ანუ AI მიმოხილვებში მოხვდე, მაშინ კონტენტის პირველ 150 სიტყვაში პასუხს უნდა სცემდე მომხმარებლის კითხვებს, ზოგადად შინაარს და ყველანაირი მოკიბვის გარეშე, ვინც მარტივად გასცემს მომხმარებლის კითხვას პასუხს, ის მოხვდება AI მიმოხილვებში და ChatGPT-ის პასუხებშიც. ChatGPT-ისთვის ოპტიმიზაცია ზოგადად გავს SEO-ს, ოღონ 10 წლის წინ, რადგან ძალიან მარტივად მანიპულირებადია. კონტენტის ოპტიმიზაციაზე AEO ოპტიმიზაციის ვიდეოში ვსაუბრობ, ამიტომ საკმარისია, უბრალოდ ხედვის კუთხე უნდა შეცვალოთ კონტენტის წარმოებაში, ზოგადად ტექსტურ კონტენტს გულისხმობ, რა თქმა უნდა. თუ აქამდე SEO სპეციალისტები უფრო მეტად ვაკეთებდით კონტენტს Google-ისთვის და ტოპ პოზიცია უნდა მოეპოვებინა ამ კონტენტს ხანდახან 2000 სიტყვიან სტატიასაც კი, ეს Google-ზე იყო მთლიანად გათვლილი და დღეს გვჭირდება user first კონტენტი. სადაც იქნება ბევრი QA, სადაც რეალურად შევხედავთ მომხმარებლის თვალით და უპასუხებთ მის პრობლემასა და საჭიროებას. და ამასთან რა თქმა უნდა წაკითხვაც უნდა იყოს, ანუ რომ გადმოვლენ თქვენს სტატიაზე ან ბლოგზე ან საიტზე იქ უნდა გაჩერდნენ. ამისათვის
აუცილებელია გქონდეს კაფეო სტრუქტურა, კარგი შიდაგადალინკვები და რა თქმა უნდა მაღალი ხარისხის კონტენტიც. ცნობისათვის ამ ვიდეო სკრიპტი სულ რაღაც 1000 სიტყვაა, სკრიპტებს წერ ხელით და კონტენტზეც იმავეს გირჩევთ, ჩვენთან სააგენტოში ჩვენი გენიალური მწერლები კონტენტს ხელით წერენ. ChatGPT-ს მხოლოდ ინფორმაციის მოძიების კუთხით ვიხმართ, ან შეგვიძლია რომ 10-15 უცხოური სტატია ავუტვირთოთ, უცებ გავაანალიზებინოთ და შეგვადგენინოს ბრიფი სტრუქტურა მაგალითად. Anyway, ხელით ნაწერი კონტენტი რა თქმა უნდა ბევრად უფრო ხარისხიანია. მესამე, საიტის ჩატვირთვის დრო. ეს ალბათ ყველამ იცით, რომ საიტი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად. მაგრამ ჩატვირთვის დრო ასეთი მნიშვნელოვანი, რეალურად არასდროს არ ყოფილა და მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. იმიტომ რომ ზოგადად სოფლიოს განვითარებასთან ერთად მომხმარებლის ინტერნეტის სიჩქარე გლობალური მასშტაბით იზრდება. საქართველოს ის ამ გონი არ ვიცი და აქედან გამომდინარე მომხმარებლებს უნდათ რომ საიტზე შევიდნენ ეგრევე, იმავე წამს. მაგალითად, Thanks SEO-ს ვებსაიტი კომპიუტერზე იტვირთება 0.8 წამში, სრული კონტენტი, ხოლო პირველი ხილვადი კონტენტი ჩნდება 0.3 წამში. მომხმარებლის 53% ტოვებს საიტს თუ ჩატვირთვა 3 წამზე მეტხანს გრძელდება. ანუ ნახევარზე მეტი. და თქვენი აზრით, რამდენი ქართული საიტი იტვირთება 3 წამზე მეტში? ბევრი. რომ შეამოწმოთ თქვენი საიტი რამდენ ხანში იტვირთება, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google PageSpeed-ის ხელსაწყო და რა არის მიზანი? რას უნდა მიაღწიოთ ჩატვირთვის სიჩქარის ჭრილში ზოგადად? LCP უნდა იყოს 2 წამნახევარზე ნაკლები, ხოლო First Input Delay 0.1 წამზე ნაკლები. ეს გეგმა მინიმუმი. ეს მიღწევადია და არ არის ამისთვის საჭირო CERN-ის ლაბორატორიაში რაიმე ექსპერიმენტების ჩატარება. თქვენმა დეველოპერმა წესდეს უნდა შეძლოს WordPress-ზე VP Rocket-ით მარტივად შეიძლება ამის გაკეთება და კიდე ბევრი სხვა პლაგინია, რომლითაც ამის მიღწევა შეიძლება. უბრალოდ საჭიროა რომ ეს დააპრიორიტეტოთ. თქვენი საიტი უნდა ფრინავდეს. ყველაზე ხშირად რასაც ხვდებით რის გამოც საიტები ნელა იტვირთება, არის ფოტოების ოპტიმიზაციის არქონა. WebP ფორმატში გადაყვანით მათი ზომა შეგიძლიათ საგრძნობლად შეამციროთ და მეორე მიზეზი, რასაც ხვდებით, არის არასწორი ქეშირება, როგორც მომხმარებლის მხარეს, ასევე სერვერის მხარეს. ხოლო რაც შეეხება მეოთხე ფაქტორს, EEAT. გონი ესეც არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი როგორც დღესაა. დღევანდელ SEO-ში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, არის სწორედ ეს 400, რომელიც ნიშნავს experience, გამოცდილებას, expertise, ავტორიტეტს და ნდობას, trust. რატომ გახდა ეს ასეთი გადამწყვეტი? იმიტომ რომ დღეს ინტერნეტი უკვე სავსეა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ტექსტებით. ისინი შეიძლება იყოს კარგად დაწერილი, მაგრამ ხშირად ზედაპირული ერთნაირია და ადამიანურ სითბოს არის მოკლებული. Google ცდილობს რომ ამ ხმაურს გაიქცეს და მომხმარებელს აჩვენოს ის კონტენტი, რომელიც რეალური ადამიანების გამოცდილებაზეა დაფუძნებული. ახლა დავფიქრდეთ როგორ ვაჩვენოთ ეს გამოცდილება პრაქტიკაში. პირველი ნაბიჯი ძალიან მარტივია. გვერდებზე აუცილებლად უნდა დავამატოთ ავტორის ან მფლობელის მოკლე ბიოგრაფია, ავტორის ბიო, შეგვიძლია ფოტოც. ეს უკვე საკმაოდ ძლიერი სიგნალი იქნება, რომ ეს ტექსტი რეალურმა ადამიანმა დაწერა. თუ კომპანია კარგი იქნება მფლობელის კვალიფიკაციები, სერტიფიკატები, წლების გამოცდილება და ყველაფერი, რაც სანდობას ამყარებს. მეორე არის ტექსტის სტილი. ჩვენ არ უნდა ვწერდეთ მშრალ ზოგად ფრაზებს, მაგალითად, ხოლო სანტექნიკა მნიშვნელოვანია. არც არ ნიშნავს. ბევრად უფრო კარგი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენს 15 წლიან პრაქტიკაში არაერთხელ გვინახავს, როგორ დაზოგეს ოჯახებმა ათასობით ლარი, მხოლოდ იმით, რომ დროულად შეამოწმეს წყლის სისტემა. ასეთ მომენტში მკითხველი გრძნობს, რომ ეს სიტყვები გამოცდილ ადამიანს ეკუთვნის. მესამე არის მომხმარებელთა მიმოხილვები. უბრალოდ ტექსტური კომენტარებიც კარგია, მაგრამ დღეს Google-ისთვის ბევრად უფრო ძლიერი სიგნალია, როცა მიმოხილვაში ფოტო ერთვის. მაგალითად, კლიენტი, რომელიც იღებს სერვისს, ან პროდუქტს და შედეგს აჩვენებს, ეს არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს არწმუნებს, არამედ საძიებო სისტემებისთვისაც პირდაპირ ნიშანია, რომ ეს ბიზნესი რეალურია და მასზე ინდობიან. მეოთხე, Google Business Profile-თან კავშირი. ხშირად გავიწყდება, მაგრამ საიტიდან პირდაპირ მული Google My Business Profile-ზე აძლიერებს ავტორიტეტს. Google ამას ისე აგიქვავს, თითქოს ამბობთ, რომ ეს ვებსაიტი არ არის მარტო ვებსაიტი, ეს არის რეალური ბიზნესი, რეალური მდებარეობით და საბოლოოდ როცა ამ 4 კომპონენტს გამოცდილებას, ექსპერტიზას, ავტორიტეტს და სანდობას სწორად ვაჩვენებთ ჩვენ საიტსა და კონტენტში, Google გვიყურებს არა როგორც რიგით ვებგვერდს, არამედ როგორც სანდო წყაროს. სწორედ ასეთ საიტებს აყენებს პირველ შედეგებში, რა თქმა უნდა. მოკლედ რომ თქვა, SEO აღარ არის მხოლოდ საკვანძო სიტყვების სწორად ჩასმა, ან ტექნიკური ოპტიმიზაცია. ახლა მთავარი კითხვა ასეთია, ეს ინფორმაცია რეალური ადამიანების გამოცდილებას ეყრდნობა თუ უბრალოდ ალგორითმის თვის არის გაკეთებული. ხოლო ვინც ამ კითხვაზე სწორი პასუხის მიცემა შეძლებს, სწორედ ის გაიმარჯვებს როგორც Google-ის რეიტინგებში, ასევე მომხმარებელთა ნდობაშიც. რაც შეეხება მეხუთე ფაქტორს, ეს წინა ვიდეოებში რა თქმა უნდა ახსენები მექნება, Search Everywhere ოპტიმიზაცია. დავიწყოთ მოდი როგორი იყო SEO 10 წლის წინ. მაშინ ვიყავით 17 წლის, უკვე მქონდა 3-4 წლის გამოცდილება. 10 წლის წინ შეგეძლო აგეწყო საიტი რაიმე keyword-ზე ან რაიმე ნიშაში, ნიშ ვებსაიტი. გაგეკეთებინა მისი SEO, backlink-ები, კონტენტი, მოგეპოვებინა პირველი პოზიცია და მიგიღოთ ტრაფიკი. ხანდახან ძალიან ბევრი ტრაფიკი
ტრაფიკიც კი. შემდეგ მოგიხდინა ამ ტრაფიკის მონეტიზაცია Google AdSense-ით ან affiliate შეთავაზებებით. ნუ მოკლედ ფული გეშოვა. ფინანსურად დამოუკიდებელი სრულწლოვნებამდე ბევრად ადრე გავხდი და სწორედ ასე გავხდი. და არა მარტო ფინანსურად დამოუკიდებელი 18 წელს ასეკამდე იმაზე მეტი ფული ვიშოვა, ვიდრე საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი თავის ცხოვრების მანძილზე ახერხებს. ოკეი, რა ეკოსისტემას ქმნიდა ეს მოდელი? SEO სპეციალისტები აწყობდნენ ძალიან ბევრ ვებსაიტს, შემდეგ რანკავდნენ დანაგვარის პოზიციების მოპოვება საძებო სისტემაში. მათი მიზანი იყო ფულის შოვნა. სხვა არაფერი. შესაძლოა არც არა აინტერესებდათ ის ნიშა, რაშიც საიტს აწყობდნენ. ხოლო ტრაფიკი მთლიანად იყო დამოკიდებული Google-ზე. 100%. ნუ ერთ პერიოდი ტრაფიკს ყიდულობდით ხოლმე, იმიტომ რომ თავიდან პოზიციების მოპოვებაში ეხმარებოდა სტარტში, ხოლო შემდეგ ტრაფიკის 100% Google-დან შემოდიოდა. ამ ეკოსისტემაში მომხმარებელი უკანა პლანზე იდგა, რადგან ის უბრალოდ ტრაფიკი იყო. ამან გამოიწვია ის, რომ SEO სპეციალისტები ბევრ black hat მეთოდებს მიმართავდნენ პოზიციების მოსაპოვებლად, ნუ მარტივი გზა იყო ფულის საშუალებლად და შემდეგ ძალიან ბევრი და მასშტაბური აპდეიტი გამოშვება მოუწიათ საძებო სისტემების და შედეგების გასაფილტრად. როგორიცაა Panda, Penguin, Hummingbird, გონიკოლებს ნიშნავს. მომხმარებლებს უნდათ რეალურ ბიზნესებს დაკავშირებოდნენ მათი პრობლემის ან საჭიროების დასაკმაყოფილებლად და იმავე უნდა Google-საც. არ უნდა უბრალოდ ვებსაიტები, რომელიც იქნებოდა SEO ოპტიმიზირებული. გავიხსენოთ, რომ Google-ის როგორც საძიებო სისტემის ნომერ პირველი მიზანი არის მომხმარებლის განზრახვის დაკმაყოფილება. ანუ იდეალური შედეგია თუ მომხმარებელი შემოვა შენ საიტზე, ძიების ბარიდან, რაიმეს იყიც ან ჩაეწერება ან რაიმეს გადმოწერს და უკან Google-ში აღარ გადავა. So, happy end-ი ეგ არის. კარგი, ამდენ რატო ვილაპარაკე? იმისაც რომ Google-მა როგორც რეალური ბიზნესი უკეთესად აგიქვათ და დაგინახოთ, საჭიროა რომ იყოთ ყველგან. Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, LinkedIn-ზე, Google My Business-ზე, Bing Place-ში. ყველგან უნდა იყოთ აქტიური და ყველგან შეგიძლიათ SEO გააკეთოთ. რადგან მომხმარებლები მანდაც ეძებენ. ჩვენს enterprise პაკეტში, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, შედის search everywhere ოპტიმიზაცია, მაგრამ თუ არ მოახდენთ მანდ keyword-ების ოპტიმიზაციას, მინიმუმ აქტიურები მაინც უნდა იყოთ, ხოლო იდეალურ შემთხვევაში, ნუ მომხმარებლები ყველგან ეძებენ TikTok-ზეც, რომელზეც ჩემი აზრით სოციალური შოპინგის ბუმი იქნება უახლოეს მომავალში, Facebook-ზეც, Instagram-ზეც, ChatGPT-საც ეკითხებიან, ხოლო თუ თქვენ გინდათ რომ როგორც ბიზნესი ლიდერი იყოთ თქვენ სფეროში, ყველგან თქვენ მნავარდებოთ. ნუ ეს მარტივია. Phoenix SEO-ში ჩვენი სლოგანია იყავი პირველი. ასე რომ თუ გინდათ რომ იყოთ პირველები, დაგვიგავშერეთ. მადლობას გიხდით ვინც ბოლომდე უყურეთ, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი და გავითვალისწინებთ მაყურებლების ფიდბექს ვიდეოებზე. გამოიწერეთ არხი და ვეცდები რომ სრულიად უფასოდ top level-ის სოდნა და ინფორმაცია გადმოგცეთ, რადგან Phoenix SEO-ში ჩვენ საქართველოს საუკეთესოები ვართ და ეხლა რასაც ისმენთ ეს არის წლების გამოცდილება პლუს შრომა.